Otsekta mamisata da dzisata da mindisa sulisata Amen. ჩვენ შეგვიძლია რომ მაგამ პირობა იყო რომ ალბათ კომბალს გვერდზე გადავდებდით და სალამურს ავიღებდით რაც სიმბოლური მნიშვნელობა ერთი სიყვარულის, სახარების განმარტების, სამოციქულოს განმარტების, სულიერების სალამური, მეორე კი მამხილებელი სიტყვა, ესე იგი კომბალი, რომლითაც უნდა მოვიგერიოთ ქრისტიანობის მტრები, რომლებიც ესე ურცხვად თავს ესხმიან ახალ ისრაელს, ჩვენ ქრისტიანებს ესე ურცხვად ესხმიან თავს საქართველოს. დღეს მე მგონი კომბალი თლად იქით არ გვაქვს ზემოთ სხვანში შემოდებული, გვერდზე გადავდე დღეს მაინც ფიქრობთ რომ სალამურს დავუკრავ და ისევ სულიერებაზე გადავიდე და მე გახსოვთ თქვენ შეგვიძლია ჩვენ დიდი თემას შევეხეთ და უნდა დავიწყეთ კიდევაც და გავჩერდით იქ რომ ეს არის მოძღვრის და მრევლის სიყვარულის შესახებ და გავჩერდით იქ რომ პეტრეს ეუბნება სამჯერ უთხრა მაცხოვარმა პეტრე გიყვარნია და პეტრე მიუგო თავდახრილმა სიცხვილით იმიტომ რომ მაცხოვარი შეაჩვენა და ისე უარყო მესამეჯერ სამჯერ უარყო და ამიტომ სამჯერ უთხრა პეტრეს მაცხოვარმა გიყვარნია და მიყვარხარ შენ მეორეჯერაც უთხრა მიყვარხარ შენ და ბოლოს შეწუხდა და ძალიან სიცხვილით აი ესე შენ ყველაფერი იცი უფალო რომ მე მიყვარხარ შენო და სამივეჯერ უფალმა მიუღო რომ დამწყსე ცხოვარნით შენ ესე იგი დამწყსე მრევლი ესე იგი ყურადღება მიაქციე მრევლს სწორი მიმართულება მიეცი მრევლს და მთელი სახარება და განსაკუთრებით საქმე მოციქულთა და შემდგომ ეპისტოლეებით ამადასტურებელი ამის რომ სიტყვა იყო გადამწყვეტი ანუ ქრისტიანული აგიტაცია ასე ვთქვათ და განათლება მრევლის ქრისტიანული ესე იგი ჭეშმარიტება რომ შეემეცნათ მრევლს ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი ჩემო ძვირფასი და მე ესეთი რამ მინდა გავიხსენო ჩემი წარსულიდან ჩემი ცხოვრებიდან სამი რამ მინდა გავიხსენო ერთი რომ უდიდესი სიყვარული მქონდა წიგნების პოეზიის განსაკუთრებით წიგნების დიდი სიყვარული რომელიც მე როგორც ეხლა ვარხო აი ღმერთმა როგორ მოაწყო რომ მქონდა იმიტომ რომ მე შემდგომში ეს გამომადგა მე როგორც სამღვდელო პირი გამომადგა დიდად გამომადგა ეს წიგნის სიყვარული და წიგნები მარტო სიყვარული კი არა რომ კითხულობდი ესე მოვიპოვებდი ამ წიგნებს ძალიან გამომადგა შემდგომ რომ მე უკვე როცა ის ძვირფასი მარგალიტი ვიპოვე ანუ ჭეშმარიტება შევიცანი ღვთის შეწევნით ეს დანარჩენი ყველაფერი პატარა მარგალიტები გაუფასურდა და აი ეს დიდი მარგალიტი უკვე განძი იყო ჩემთვის უდიდესი და აი ამ ჭეშმარიტების ამსახველი და ჭეშმარიტების განმარტებელ წიგნებს ვყიდულობდი უსაზღვრო ძალიან ბევრს აი აქ გამომადგა ეს იქ მაშინ წარმართობაში წიგნის სიყვარული მეორე ეს იყო წერლობა როგორ რა გაგებით წერლობა რომელიც ძალიან გამომადგა შემდგომ მე აი ახლა გადაგებებს ვწერ და კონსპექტებს ვაკეთებ დიდი პრაქტიკა მქონდა ამის ოღონ უცნაური იყო ის რომ აი დავიწყებ ჯერ ამ პირველზე ჩემი სახლი ეს 31-ვე პეკინის განსაკუთრებული სახლი იყო იმ დროისათვის ძალიან პრესტიჟული და ესეთმა შეძლებულმა ხალხმა აშენა ამხანაგური ბინაი. აი ერთ-ერთ მანდ ცხოვრობდა ესე იგი 20 ოჯახი, ერთ ეხლა რო არ ჩამოვთვალე 20-ი, ერთ მაგალითს ვიტყვი და მიხვდებით მეხუთე სართულზე ცხოვრობდა ღუტუშა ჭოღოშვილი, კონიაკის ქარხნის დირექტორის მოადგილე, ოღონ ის იმას მიყავდა კონიაკის კონიაკის კულტურა. და ეს კაცი ძალიან უყვარდა კეიფი. თრებოდა იყო ოღონ უსაზღვროდ მოწყალე კაცი, საოცრად, აი ტაქსო დაიკირავდა, რომ დაწედა 17 20 კაპიკს ან 40 კაპიკს, აძლევდა 100 მანეთიას. წარმოვიდგინე. და
კაცი იყო როგორიც, აი მეარღნეებს აიყვანდა სახში, რატო ვლაპარაკობ, ცოტა გავხალისდები. მიარღნებს კინტოს ფორმაში და იმაში მეარღნები დუდუკეს აიყვანდა სახში და ერთხელ ამ მედუდუკეებს და მეარღნებს მოაკითხა ახალმა შემკვეთმა ხალხი რაღაცა მოვიდნენ მაქან და მე მთხოვეს ზალი რა გვია შენ ბიჭიო მახსოვს 13-14 წლის ვიყავ საშა მე ვთხარ ანი ერთი მოტუშასთან მეხუცებს და თხოვე რომ ჩვენ გჭირდება უკვე და გამოვშვოს დავედი და ბატონი მოტუშა იწვა ვანაში და ასმანეთიანებს შუმზე ატყებები და ამას და ეგენი უკრავდნენ. ეხლა რაზე ვამბობი ამას? ესეთი სახლი იყო, CSS გამორჩეული და სულ KP იყო და გროვდებოდა ძალიან ბევრი ფოთლები, უამრავი. და მე ვიყავი 14 წლის და ბორთლები ჩამბარებული პუნქტი იყო იქვე სახლის წინ, ცოტა ერთ სახლის იქი და 14 წლის ბავშვი და 15 წლის ბავშვი, ხო? ბავშვი ვიყავი. მე თხოვე რომ არავის არ მიცეთ ეს ბოთლები და ყოველ კვირას დავივლივდი ამ 20 ოჯახს, ჩემი ოჯახის დამატებით და ამ ბოთლებს ვაგროვებდი და წარმოიდგინეთ კვირაში ვაგროვებდი 100 მანეთს. საშუალო ხელფასი იყო 120, 150 ლარი და მე კვირაში 100 მანეთს 14 წლის ბიჭი ვაკეთებდი და ეხა ყოველთვის არ ხდებოდა ესე, მაგრამ ძირდა თვეში დაახლოებით 400-450. სულ ყველა ფულს, მთელ ფულს ხარჯავდი წიგნებში. აქ იყო სამშობლო პავლოვზე, კიდევ იყო ბუკინისტური მაღაზიები ზემელზე ცოტა აქეთაც, პლეხანოვზეც და ყიდულობდი ვაკეშიც იყო ერთი კარგი წიგნები, მერანი იყო აქეთ კიდევ სანამ რუსთაველზე გავდო და ეს მოკლედ დავივლივდი მე ამ მაღაზიებს და ყიდულობდი წიგნებს. და ცალკე გადამყიდველები, წიგნის გადამყიდველებთანაც ჰქონდა საქმე და ყიდულობდი და დამიგროვდა იმდენი წიგნი, რომ მამაჩემის ესე იგი ბიბლიოთეკა, ჩვენი ბიბლიოთეკა იყო დაახლოებით, ეხლა ზუსტად არ მახსოვს, ესე მახსოვს დაახლოებით 800 წიგნი და მე დავაგროვე დაახლოებით 2000 წიგნი პლუს. შეიძლება მეტიც ეხლა ზუსტად, ну ზოგი ბროშურა იყო და ესე იგი იმდენად დიდი სიყვარული მქონდა ამ წიგნების და შემდგომ ეს როგორც გითხარით მე ძალიან გამომართ. აი ერთ-ერთი გადამყიდველებთან ვიყიდე წიგნი, როგორც მე მახსოვს 200 მანეთად, ну წიგნების ღირებულებები იყო 50 კაპიკი, 5 კაპიკი, 10 კაპიკი, ძალიან მაგარი ისეთი გამოცემა რა ნახევარი და 200 მანეთად ვიყიდე იტალიური, ინგლისური კატალოგივით წიგნი იყო ჯოტოდან პოლ სეზანამდე. ახაც არაჩვეულებრივი წიგნი იყო. და შემდგომ მოხდა ის ახლა მოყოლი მაქვს ეს ისტორია აღარ მინდოდა აღარ დავწუნმანდები მინდოდა სახარების ტექსტი მეყიდა და ნუ არ იყო მაშინ სახარების ტექსტი ეს ცოტა მერე ვამბობ უკვე რომ და პატრიარქს ერთ ქალს ჰქონდა მოკლედ საპატრიარქოში ხატვარი ქალი იყო და მე ვუთხარი გაგიცვი ამ წიგნს მეთქი სახარების ტექსტი მოვიდა და დიდი სიამოვნებით ხატვარი ქალი იყო გამიცვა. შემდეგ ეს წიგნი აჩუქა პატრიარქს. ოღონ უთქვია რომ საშა ალექსანდრემ გაჩუქა. პატრიარქმა სპეციალურად დამიძახა აი პატრიარქის გემოვნება და პატრიარქის დიდი სიყვარული ხელოვნებისადმი იცით თქვენ და გაოცებული მან მითხრა ჯერ დიდი მადლობა გადამიხადა ხა აღარ უთხარი რომ კი უთხარი რომ ეს მოკლედ მან იცოდა რომ მე ვაჩუქე და ძალიან დიდი მადლობა და ესო საიდან გაქვს შენ ესეთი წიგნი მეც არ აქვს გამიგე და ძალიან დიდი მადლობა მოკლედ აი ესეთ მანია მქონდა თუ უბრალოდ სიტყვა აი ესეთი ჰობი მქონდა მე ამ წიგნებს შემდეგ რომ მოვიქეცი წიგნები მაშინ არ იყო ქართულად ბევრი თუმცა იყო აბადოროთე იყო კიბე იყო ახსარება ნეტარ ავგუსტინესი ანტონ დიდის დარიგებანი და ნუ ესეც კი საკმარისი იყო კი ხო საკმარისი იყო რომ შეგეცნო ქრისტიანობა სიღრმისეულად მაგრამ კიდევ და კიდევ უფრო მეტი გინდოდა ხო აღორძინება ხო გინდა ადამიანს და ამ დროს გამომადგა ეს პრაქტიკა და მე უამრავი აი ხო გინდა ჩემ დრო ამოხვიდეთ ჩემ სახში მოხვიდეთ აქ ბიბლიოთეკაში აქაც ოთახში ნახავთ სულ ქსეროქსზე გადაღებულ წიგნებს ძირითადად რუსულად
მე ეხა რუსული კი ვიცოდი, ეხა დამავიწყდა, მაგრამ კარგად არ ვიცოდი და არაჩვეულებრივი ასევე ქონდა ეხლაც მაქვს რუსულ ქართული ლექსიკონი, როგორ რაღაც არაჩვეულებრივი რო პირდა რუსული რა ვიცოდა თარგმნიდი ყველაფერს და ის ლექციები, რასაც ჩვენ ვატარებდით 10 წლებით, სულ აი ამ წიგნებიდან გადმოთარგმნილი და მე თქვენგან მოტანილი იყო ძალიან გამოვიდა. მეორე, როგორც მე ვთქვი, ესე იგი, ეს იყო მოკლედ როგორც კაცი ახალგაზრდა ბიჭი იყო გასაგებია ყველაფერი, გოგოები მომწონდა და სხვათა შორის აქ იყო ერთი ბიჭი პირო და შემოვედი ტაძარში 17 წლის ბიჭი და ეხლა ისტორიას რასაც მოგიყვებით ისა რომ მოგიყვებით ამ ისტორიით ვანუგეში ეს კაცი და გამოვიდა ეს ბიჭი კაცო გამოვიდა მდგომარეობა რატო ტირი ხარ მე ვთხარ შვილო და შეყვარებული მყავსო და იმას სხვა უყვარს მე ვთხარ მაგაზე დაგო იმდენი გოგო მიყვარდა მე ვთხარი მაგრამ მე ვთქვა ისეთი მომცა რომ ყველას ჯობი ერთად აღებულს ხო და მაგაზე არიდა და მოუყევ ესეთი ისტორია რომ მე მესმის მეთქი მე 15 წლის ვიყავ მეთქი და ჩემი მეგობრები წავიყვანი აქ პარალელური ქუჩაზე მე 8 სართულიანში ვინც მომწონდა ცხოვრობდა მე 5 სართულზე ცოტა 15 წლის ხო იცი ალკოჰოლის ზედმეტი მივიღე და მივედი და მაგას სერენადას უმღერივად რა და მე ხო ლექსებს უზეპირად ვიცოდი მუხამბაზე მithumetes და მოკლედ როგორც ქეთო და კოტეშია ოღონ ის სამთლები არისო ესენი ჩემი ძვაკაცები ეს ბანს მაძლევდნენ მე ვამბობდი თვალს გავახელ ზე წამწამზე მისიხარ მაგრამ ბოლომდე არ დამცალდა და კარტოფილების წიმა რო წამოვიდა იქ მამამისი და ორი ძმა ყავდა და სულ ყველა იმის მერე ის გოგო არ მინახე და ეს ისტორია მოუყევა ეხლა რაზე ვარ ნახე ეს სიყვარული ხო 15-14 წლის ბიჭებში ხო არის გოგოები მიყვარს და კიდე ერთი გოგო მიყვარდა და წერდი წერილებს რა და ამ გოგო მითხრა რომ ისეთი კარგი წერილებია და ისე კარგად იკითხება 7 წერილი მივწერე რომ ჩემი დაქალები ვზივარ და ერთად ვკითხულობ მე მითხრა რომ საერთოდ მომპარაო ერთ დაქალზე მაქვს ეჭიო ეს მინდოდა მე რომ ეს მითხრა რომ კაი წერილებიაო და მოკლედ დავჯექ წერილებისა როგორც ერთხის თავშანი და გიშრა მენად ვიხმარე გიშრის თვა და კალმად მენა ხეუ მოკლედ წერდი და წერდი აღარ გავჩა უმიზნო წერდი ხანამ გოგოს ხან მე სხვა მომეწონებოდა ჯარში რო წერდი ყველა მეზობელს ყველა მეგობარს ყველა კლასეს მივწერე წელი 100-ზე მეტი წერილი მაქვს დაწერილი ართო ჟვანია იყო ჩემი ძმაკაცი გივი ჟვანია ცნობილი აი გივი ჟვანიას ის რა კლინიკა იმის შვილი ჩემი ძმაკაცი და მას მივწერე წერილი ართო ჟვანიას და ართო მეუნება რომ ერთხელ ავდივარ სახშიო გავახე კარები და დეჩენ მღავის რა გატირებს მე შემეშინდაო როგორ პარები ხარ შვილო პირველად წავიკითხე ეს წერილი საშას რა კაი წერილია მოკლედ წერილზე წერდი და აი ეს წერლობის მოკლედ პრაქტიკა ძალიან გამომადგა ეხლა რო ვფიქრობ გამიგე და ესე იგი მოიცე კონსპექტში ჩავეხედო სადაც ჩემი საფრთხე ხო და მესამე რაც მე მომამზადა და მე დავაფიქსირე ესეც რატომ იყო ეს ყველაფერი ეს იყო ჩემო ძვირფასებო ესე იგი წერილები ხო ვთქვი წიგნების სიყვარული ხო ვთქვი წერილები და ხო აი თქვენ წარმოიდგინეთ რომ ეს გოგონებთან ურთიერთობა ეს უბრალოდ სიყვარულით ურთიერთობა ერთთან მეორესთან ბევრთან იმიტომ რომ ყველა ვარს მეუნებოდა იმიტომ რომ რა 15 წლის როგორ შეიძლება ჯერ ცოლქრობაზე ლაპარაკი თან ჩამოყალიბებული არ ვიყავი და ერთი მეორე მესამე ძალიან ბევრი აი ამ ურთიერთობამ ის მომცა როგორც ჩემ ვამბობ რომ ისეთი ქალი როგორიც იყო ნინო ხელში ჩავიდე პრაქტიკა მქონდა უკვე და რაღაცნაირად წყალებში შევა ასე თქვა ეს უარყოფილიყო მე ნინოს ვერ დავიფრობდი იმიტომ რომ ჯერ ერთი ნინო არის
ნუ იმერული სისხლის, მეგრული სისხლის, ხევსურული სისხლის, ფშავური სისხლის წარმოიდგინე ხარკი და ასეთი გელების ისა, ასეთ ქალს დაელაპარაკა. წარმოიდგინე. აი ეს პრაქტიკა მქონდა და მე მომცა ჩემი ნინო. აი ეს იყო ჩემი წარსული და ეს ყველაფერი რომ თქვენს გადახედეთ, თქვენ ცხოვრებას ნახავთ, რომ ძველი ამბები დაკავშირებული იქნება თქვენს ეხლანდელ მდგომარეობასთან. დაკავშირებული რა საინტერესო ის განგება. და რაზე ვამბობ ახლა მე ამას ყველაფერს შემოძვირფასებო, ესე იგი და აი მე მრევლის და მოძღვრის სიყვარულის შესახებ. შემოძვირფასებო. დაწყებული ნიკორ წმინდიდან, დაწყებული ნიკორ წმინდიდან. მე პირველივე დღიდან ჩემი, ასე ვთქვათ, შრომა და ჩემი ნუ ყველას თავის ღვაწლი ხარ, არ ვამბობ რა მე ღვაწლი მაქვს, მაგრამ ჩემი ღვაწლის რაც მაქვს, დავიწყე ზუსტად ქადაგებების მომზადება. იმის შემდეგ სულ ვამზადებ ქადაგებას. წვიმაში, ქარში, ზამთარში, ზაფხულში, სიცხეში, სიცივეში, ბაზრობაზე, საღამოს ბლის მაგიდასთან, ჩემ მაგიდასთან, დღისი, დღამით, ზოგჯერ ბავშვი მეჭირა ხელში, აქეთ ვარ წერდი, აქეთ წერდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და დღესაც შემოძვირფასებო, ეს არის ჩემი სიცოცხლე და ეს არის ჩემი ყველაფერი, რომ მე მომამზადო ქადაგება და მოვიტანო სიტყვა თქვენთან. და ყველაზე მთავარი რაც არის შემოძვირფასებო, ეს არის რომ ყველაზე ძვირფასი რაც არის, ეს არის რომ ესე იგი გამიწყდა ახლა აზრი, მაგრამ მომიბრუნდება იმედია, ეს მნიშვნელოვანი რამ იყო და მანამდე კიდე გადავალ ერთ საკითხზე და მომივა მე მგონი ეს აზრი. ესე იგი ასევე ჩვენ ვეხებით და სანამ ამ აზრს გავავრცელებდე, ხა მომივიდა თითქოს და ისევ გამიქრა, რა იმდენმა ხალხმა გაიარა ჩემს ხელში შემოძვირფასებო და კიდე როგორ მაქვს ერთად გონება და როგორ საუბრობ მიგვეს ათასობით ადამიანი. ჯერ მარტო ყოველ კვირას ათასობით ადამიანის მარტო შენდობის ლოცვას რო წაიკითხა, წარმოიდგინე. მოусმე, მე ნუ ხო გესმით ესე და ხო, კარგი მომივა ესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იმედია მომივა და ქადაგებასთან დაკავშირებით და მანამდე რაც მინდოდა იმას გავაგრძელებ, რაც შემდგომ უნდა მეთქვა. ესე იგი, მდგომარეობა ძალიან მძიმეა მსოფლიოში, იცით თქვენ, ძალიან მძიმე. პრაქტიკულად ხანდახან ფიქრობ ხოლმე და რო დავიბადე, ხო, მითქვია, დავიბადე 61 წელს 1916 წლის, 15 წლის დამთავრებული იყო მეორე მსოფლიო ომი. მეტი კი არა, 15 წლის. მე აი ჩემი 63 წლის მდგომარეობით წლოვანებით რამდენი რამ მოხდა, ხო? ერთი ომი აფხაზეთში, ერთი ომი სამაჩაბლოში, ძმათა შორის ომი, დიდად სამწუხარო, შემდეგ 1000 კიდე სხვა რამ, საბჭოთა კავშირში ვიყავით, იქაც ერთი სამჯერ დადგა ისეთი მდგომარეობა იყო, რომ კინაღამ სოფლიო ომი დაიწყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აი ხა ესეთი ფიქრები მაქვს, რომ აჰა თუ თქვა დღეს მოვწევი ან აჰა ძლიერება საშინა 14 წელსო სადამ აქ ძლიერება და სუსის მდგომარეობაში 70 წელი ესეთ თუ მომეცა და ამჩა ერთი 7 წელი აჰა ძალიან რაღაც სასწაული თქვა ხო რაღაც კიდე პლუსები და ასე ვფიქრობ რომ აჰა რო დავიბადე 16 წლის უკან წინ დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი და რო ვხდები ალბათ საშუალო გამოთვლით არითმეტიკული 16 წლის მერე დაიწყება ატომური ომი. შეიძლება უფრო ადრე. ისევ ამბობ, მდგომარეობა ისეთი შემოძვირფასება, ხო? აი წარო მეორე მსოფლიოსა და მესამე მსოფლიო ომის შუაში ცხოვრები ხალხი ვარ ჩვენ. ეხლა მერთმაქნას იყო შვიდობა, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით აპოკალიფსისა და ადრე თუ გვიან ეს ამბავი მოხდება, წითელი ცხენი წამოვა და შვიდობა დასრულდება დედამიწაზე. ამან არ უნდა შეგვაშინოთ, ჩვენ ქრისტიანები ვართ ბედნიერი ხალხი, ჩვენ ვართ გამარჯვებულები. უკვე რომ მოინათლე და დგახარ და ეკლესიის წევრი ხარ გამარჯვებული. თუ არ თვითონ შენ არ განაგდებ ამ მადლს.
ასე რომ ჩვენთვის არაფერი არ არის საშიში. ჩვენ ვართ გამარჯვებული ხალხი, მთავარია დავრჩეთ ბოლომდე ქრისტიანი. ხო და სამწუხაროდ ის აზრი აღარ მომდის და დასრულებისკენ წავიყვან, მაგრამ ის მთავარი იყო იქნებ მომივიდეს და ერთი რამ მინდა კიდე შევეხო, თქვენ იცით ეპისკოპოსი ცრუ ეპისკოპოსი ბაპტისტების, მას როგორ შეიძლება უწოდოთ ეპისკოპოსი, გამოვიდა მიტინგზე და შეუერთდა და პირდაპირ განაცხადა, რომ გეების და ლესბიანკების რა თქმა უნდა ის ყველა ადამიანი ღვთისშვილია, მაგრამ იდეაში მიესალმა, რომ მოგესალმებით და თქვენ ხარ რაღაცა აქო და გეებმა წარდგენ და დაასაჩუქრეს თავის უმაღლესი ჯილდოთი წარმოიდგინეთ. ეს კაცი იღებს ამ ჯილდოს და ამბობს, რომ ეს დიდი პატივია ჩემთვის. წარმოიდგინეთ, ზოგიერთი კიდევ ამბობს, იქ დაწერი მიწერეს, რომ ვენე რა კაი კაცია. წარმოიდგინეთ. ეს უბადურუკი, ეს საცოდავი ადამიანი და მაგის საცოდავი და ისეც ეპისკოპოსი. მე ხარ ლოცავ რომ მართლმადიდებელები გახდნენ, მაგრამ ოდიოზურები. იქ კიდევ ვიღაც ებრაელები იყვნენ და მუსლიმები, მაგათ. ხა მუსლიმები მამათმავლობის შესახებ და მუსლიმებს და იუდეველებს მით უმეტეს ქვით ჩაკოლვა იყო მოსეს ჯულის მიხედვით. ესეც ალბათ ვიღაც იუდეველი ესეთი ეს პიროვნებები ოდიოზური თავის იმაშიც არ ვარდიან და ეს მუსულმანები კიდე ესეც ოდიოზური ალბათ ვიღაცა ვინც მათ შეუერთდა ბაპტისტების და მოდიან ერთად და მოკეთ რა რაღაცა გეების პარადი იყო და ლესბიანკების საცოდავები და უბადურკები. მე არ მინდა სიტყვა გამიგრძელდეს, თქვენ უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება რომელთა მიმართ პირველივე თავს ეპისტოლეში ეს მაგ საცოდავი უბადურკი კაცის გასაგონად იქნებ მოეგოს გონს როგორმე პირველივე რომელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს ესე იგი პავლე მოციქული რომ ესე იგი ღმერთი ესე იმგენზე LGBT საზოგადოებაზე ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა უწმინდურობას, იმიტომ რომ არიციან წმინდა წერილი. მათი გულისხმები რთული, რათა თავად შეებილწათ თავიანთი სხეულები. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს, ასევე მამაკაცებმა მიატოვეს ქალის ბუნებრივი საჭიროება და გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ. მამაკაცთან ჩადიოდა სამარცხვინო და მიიღეს საკადრის საზღაური თავიანთ ცთუნებისათვის და ასე შემდეგ და სხვა ადგილზეც მრავალ ადგილზე აღწავლეს მამათ მავალთა, დედათ მავალთა, ვერ იხილო ვერავითარ შემთხვევაში სასუფეველი. ეს უბადურუკი კიდევ მიესალმება მათ და ასე შემდეგ და ჯილდოსაც იღებს მათგან. ძვირფასებო არ მომივიდა აზრად, მაგრამ რატო ის აზრი გამიწყდა და როგორ მინდა რომ თქვა, იმიტომ რომ ამ მოძღვრის, მაგრამ ეს იყო უმთავრესი, ესე იგი აი ამ ქადაგებაში და მაინდამაც ის უმთავრესი ამომვარდა სამწუხარო. არა უშავს, ასე თუ ისე სულიერებას შევეხმიანეთ იმას, რომ ფსკერი ცოდვა ეს არის გეობა და ეს არის მამათმავლობა და დედათმავლობა, ფსკერი ცოდვა, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ და დიდად სამწუხაროდ, ჩემო ძვირფასებო, დიდად სამწუხაროდ. ჩვენ დიდად სამწუხაროდ, ესე იგი აი ეს მოძრაობა, რომელსაც ზოგიერთმა ვაი ქართველმა უწოდა ეროვნული მოძრაობა, ძირითადად მიყავთ ამ LGBT საზოგადოებას და ფინანსდებიან უცხო ესე იგი ანტიქრისტიანული ძალები ძალიან დიდ ფულს იხდიან. და იმიტომ ყველა ვინც ლანძღავს ეკლესიას იცოდნენ, მათ აქვს აღებული ფული. ან რაიმე იმედი აქვს რაღაც დაწინაურების პერსპექტივა იმისა, რომ რაღაცას მიიღებენ პარტნიორულად მაინც და თანამდებობრივად ან ფულადით
ყოველთვის იცოდე როცა კაცი ამას იტყვის ის არის გაყიდული ფულზე ის არის ნამდვილი იუდა და მე უსურვებ მათ ყველას უსურვებ რომ ესე იგი მოიქცენ მართლმადიდებლურ წინას და ბოლოს ამით მაინც კი ამით მინდოდა დასრულება მაინც თავრდება გამორჩა მაგრამ სხვა დროს იყოს ჩვენ გვეუბნებიან რა გვეშველება მამაო როცა 90-იან წლებს რაღაცას უეძახიან 90 წლებში დაბადებულებს და შემდგომ კიდე 10 წლებში დაბადებულებს ესენი რო გაიზრდებიან და ეს თაობა ჩვენი თაობა რო წავა დავიღუპებით ესენი მიეყიდებიან მთლიანად ანტიქრისტიანულ ძალებს მე ვფიქრობ ეს რომ მაზდიანული მე-5 საუკუნეში მაზდიანული ირანი ნაკრები ზეწოლა იყო ჩემო ძვირფასი ხო რა გვეშველებოდა იმ ომში რომ დამარცხებულიყავით ჩვენ ბავშვებს წაიყვანდნენ ეგენი და იქნებოდნენ დღეს მაზდიანები და რა საშინელები გამიგე მაგრამ ხომ მოგცა გამარჯვება ღმერთმა რატომ მოგცა დაუმსახურებელი ისე კი არა რომ ჩვენ არ გვაინტერესებს და ქრისტიანობა მაშინ არ მოგცა გამარჯვება იმიტომ რომ ვახტანგმა რომ გამოაცხადა რომ სიკვდილი ქრისტესთვის თელმა საქართველოს ბავში ბებია ბაბუა დიდი პატარა ქალი მოხუცი ყველა ერთმა დაიჭირა სიკვდილი ქრისტესთვის და დააკრაფეს და ამის გამო ამხელა ირანს კუდი თქვა ვასრულებდა ჩემო ძვირფას ასე იქნება ახლა ჩვენ ასე ვთქვათ ჩვენ იმედი ისაა რომ მართალია ჩვენ ცოდვილები ვართ მართალია ჩვენ ცუდად ვიქცევით მართალია ჩვენ მაგრამ სინანულში ვართ ხო ამ უძრულებებს თხოვთ ღმერთს პატიებას და რაც ყველაზე მთავარია ამ საშინელ ცოდვაში ყველა რო გაიტყვიფა თითქმის მთელი მსოფლიო რო გაიტყვიფა და ხელი მოაწერეს ხო პირველი იყო ესპანეთი ჩემო ძვირფასებო ვინც ეს გააკეთა კაცს და კაცის დაქორწინება საბერძნეთმაც კი მართლმადიდებლურმა საბერძნეთმაც კი ხელი მოაწერა და რა თქმა უნდა ჩვენ არ მოგვეშვებიან ეს უნდა ჩვენთანაც მაგრამ როგორ თავობა ისე ხალხი ფეხზე დადგა და უარი უთხრა ამ საშინელებას ამის გამო მე ვფიქრობ სხვა ამის გამოც ჩვენ ყავს პატრიარქი მლოცველი მამა რაფაელი მლოცველი მეუფე დანიელი მლოცველი კიდევ სხვები მაგრამ ამის გამო ჩვენ გვიფარავს აი ამ ძირითადი რაც თქვი რომ აი აქ ფეხზე დადგა საქართველო და დადგა ქრისტეს გვერდი გამიგე და ფილადელფიის მინაწერეში ანგელოზი ქრისტე ხოეუნება ესე იგი ფილადელფიის ეკლესიას რომ ბოლო ჟამსო თელი კაცობრიობაზე ზეწოლა რო იქნება შენო რადგან დაიცავ ჩემი სიტყვა მე დღევანდელ დღეს ეხმიან ამიტომ მეც დაგიცავ ამ გასაცდელის ჟამს თავარი და ჩვენ აი ეს პლატფორმა ეს ქრისტიანული გეზი არ დავკარგოთ და აუცილებლად გავიმარჯვოთ როგორც მაზდიანული ირანზე გავიმარჯვოთ აი ესე გავიმარჯვოთ ამ ანტიქრისტიანულ ძალებზე რომლებიც უკვე ტრილიონებს ხარჯავენ რომ საქართველოში მოისპოს ქრისტიანობა მაგრამ დიდება უფალს შემოძვება დიდება უფალს რა ხდება ეს ხო მარტო ღმერთი გვიფარავს არა რა ძალებს შევებწოლეთ და ღმერთი გვიფარავს ყოველ შემთხვევაში აქამდე აი ესე კარგად და ბედნიერად ვართ და ეს მინდა თქვა რომ მე ვფიქრობ შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთისგან მომავალში თუ გაგრძელდა ისეც თუ გაგრძელდა მერტი დავიფარავს და კიდევაც დაიზრდებიან ალგეც ლეკვები გლისან როგორ წარმოვიდგინეთ ეხლა რომ 90 წელს დაბადებული ქართველობა არავინ აღარ იქნება ალგეც ლეკვები გლისანი მერტმან უკნეს როგორ არ იქნება ჩვენ გავზრდით შვილებს და შვილიშვილებს აუცილებლად ამ კუთხით ამიმართულებით და ღმერთის დავიფარავს და ბოლო თუ იქამდე მივედით რომ რესურსი აღარ გვექნება იმედი გვაქვს მეორედ მოსვლა იქნება და გადარჩებით ყველანი და დამთავრდება სხვათა შორის მეორედ მოსვლა ეხლა თითქოს არ გვინდა ახლა ყველას უნდა ხო რაღაცა გვინდა ხო კარგად ვიყოთ რაღაცა მაგრამ შინაგან ჩემო ძვირფასო ვისაც მეორედ მოსვლა არ უნდა ეს რაღაც ნიშნავს იმას რომ ჩვენ რაღაც არა გვაქვს მოწესრიგებული სულიერი ცხოვრება არა ვართ თლად მაგარი ქრისტიანი თორე მეორედ მოსვლა ეს იქნება გამარჯვება ქრისტიანების საბოლოო აცდა მარადის და უკუნთიუქუნისამდე ამიტომ
ჩემო ძვირფასებო, რა გამახსენდა, იცი ხო, გამახსენდა ის, მაგრამ ეხლა როგორ მოვიტან იქამდე, მოკლედ, მე რომ მოვიქეცი, ეს მითქვია თქვენთვის. იმდენად დიდი მადლი იყო ჩემში და თქვენში, ვინც ნამდვილად მოქცეულია და შეიმეცნა ჭეშმარიტება. იმდენად დიდი მადლი იყო, რომ აღარ მინდოდა არაფერი, გესმით, აი ბეროლა მინდოდა მეთქი, რო გითხრა. და თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში პირველში და მეორეს პავლე რატოც იცი მეორე ეპისტოლე თესალონიკელთა მიმართ, იმიტომ რომ ეს თესალონიკელები ბედნიერი ქალაქი, რომელმაც მიიღო პავლეს მოციქულის გადაგებით ქრისტიანობა, რომ მიიღო. იმდენად მიიღეს და იმდენად დიდებულად აყვანისეს ქრისტეს, რომ აღარაფერი აღარ უნდა. გამიგე? სამსახურში აღარ დადიოდა ხალხი. იმდენად დიდი იყო მადლი. გამიგე? და რაღაცა მოეჩვენათ, რომ მეორედ მოსვლა ახლოს იყო. უпростоრად, იცი რომ გაუფასურდები ეს ქვეყანა, როცა ქრისტიანობას მიიღე, ხო? არა რომ ყველაფერი, ხო? უკვე საპირწონია გინდ მეორედ მოსვლა იყოს და გინდა ამ ქვეყნიური ჩერდე, გამიგე? ეს დაემართა თესალონიკელებს და აი ეს ფსიქოლოგია პავლე კიდე ეუნება მეორე ეპისტოლეში ეგრე არაო და გადმოცემით სამსახურებში იარეთო ჯერო მეორედ მოსვლაო ადრე არ ამბობს ჯერ მეორედ მოსვლაო სანამ არ გაიყუნება კაცობრიობაო და სანამ არ მოვაო ანტიქრისტეო არ იქნება მანამდეო მეორედ მოსვლაო და ჯერ პირიქით ქრისტიანიზაცია მიდისო გამიგე ეს პირიქით ხალხი ეხლა მოიქცევა ქრისტიანობას და წმინდად იცხოვრებს ამ ჯერ ადრეა მაგრამ ეხლა ჩვენ უკვე ვხედავთ რომ უკვე პროცესია ხო და ესეთი ძიმე და მე როდესაც მოვიქეცი ისეთი მადლი იყო ჩემში და ყველა ეპისტოლე პავლესი თავდება ესე მიაქციეთ ყურადღება ყველა რომ მადლი უფლისა თქვენზე და რომაელთაც ესე ყველაფერი ესე თავდება მადლი უფლისა თქვენზე და პირველი და მეორე ესე იგი თესალონიკელთა მადლი უფლისა თქვენზე და სულ ყველა და საერთოდ ახალი აღთქმა თავდება აი ეს აპოკალიფსის ბოლო თავი 22 თავიდან თავდება შემდეგი ესე იგი ანუ მთელი ეს ახალი აღთქმის ბიბლიის დამთავრება არის ესე მადლი აი ხა გადავშალო ესე იგი იოანეს ღვთისმეტყველი ესე ამთავრებს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს ყველა წმინდანთან თქვენთან ესე იგი ამინ აი ეს არის მადლი და იმდენად დიდი იყო აღარაფერი აღარ მინდოდა ჩემო ძვირფასო და როდესაც წავედი მე და იცი თქვენ ეს ისტორია მონასტერში მინდოდა ვერობა და მივხვდი რომ ვერ შევძლებდი ნუ ყოველ შემთხვევაში და რა სინანული წამოვედი ხო რომ მე თო ცოლს მოვიყვან და აი ეს ძალიან ბევრ შვილებს გავაჩენ ამის სანაცვლოდ რადგან მე ვერ შევძლებდი უპანო და არ ჩამითვალო ეს რომ შენს უპატივცემულობაში და აი ტირილით მოვდიოდი და ოჯახი და მინდოდა შემექნა ისეთი მადლი იყო წარმოიდგინე ჩემში რომ ადრე ხო გითხართ და გოგონებს ლამაზ გოგონებს ვეძებდი ცოლი უნდა მომეყვანა მაგრამ საერთოდ სულები იყო ჩემთვის როგორი გოგო შეხვდებოდა გამიგე თავარი იყო ეკლესიური ყოფილიყო ხო გახსოვ პაისი ეუნება ერთ ბიჭს ცოლი მოვიყვანეო და უშნუა თუ ლამაზიო ძალიან ლამაზი არაფერი ისეთი დიდი ის არ არისო ქრისტეს წინაშეო გამიგე აი უშნო რომ მოვიყვანო გამიგე არ მე როგორ ვიყავი ამასო გამიგე არ მაინტერესებს ხო ხედავდი გოგონებს ახლა ნებისმიერი გოგო რომ ოღონ ეკლესიური ყოფილიყო მე მოვიყვანდი ქრისტეს აი რა არის ქრისტიანობა რა მადლი მაგრამ დიდება უფალს მერთმა დამიტანე და ისეთი მომცა რომ იქ მაშინ აი მორწმუნეებში იყო ყველაზე კარგი იყო ნინო და ყველაზე ლამაზი და ამითაც დამაჯილდოა მოკლედ ჩვენ ქრისტიანები ბედნიერი ვართ გამიგრძელდა სიტყვა თლად ვერ მოხაზე ის რაც უნდა მეთქვა თავად მაგრამ მე კიდე გამახსენდა თუმცა გამახსენდა ნაცნო მრევლის და სიტყვა და ხო რაც თავარია და ამით ვასულ მოძღვრის სიყვარული მრევთა გამოიხატება მხოლოდ იმით როგორ ემზადება ის ქადაგებისთვის და როგორი ქადაგება აქვს მას ამიტომ ვინმე აი ზოგჯერ უთქვიათ აი მამალექსანდრე არ მირეკავს ან რაღაცა და რაღაცა
ჩემო ძვირფასებო ახლა კიდე გიმეორეთ 2000 და რამდენი ხალხი ამოიღო ყველასთვის რომ ამერიკა ტელეფონზე უნდა დამჟარიყავ მარტო და გადაგებები გვერდზე გავა მიიღეთ ეს როგორც უდიდესი სიყვარული რა დონეზეც მე შემეძლო ჩემი ცხოვრებით რა ჩემი გონებრივი მონაცემები და ყველაფრით რაც შემეძლო მე დავიხარჯე ბოლომდე და ვეცდები რომ ბოლომდე დავიხარჯო ჩვენთან არის მე და გადახარჯე დიდი ხო რაც შეეხება ერთი წუთი ცოტა ხანი კიდე აი ამ დიდი სიყვარულის გამო ამ წიგნების დიდი სიყვარულის გამო მე დღესაც ვაგრძელებ ამ ჩემს მისიონერულ მოღვაწეობას ვიღებ წიგნებს ხოლმე ესე იყო რაჭაში ესე იყო თბილისში შემდეგ ჩემი შემოსავლის დიდ ნაწილს ხარჯავდი აი ამ გადაღებებში და მე ვარიგებდი სულ ხო და ნუ რა თქმა უნდა ხა ოჯახსაც უნდა ყველაფერს ხო ვერ დაარიგებ ახლა წიგნებს თელ თანხებს და ეხლა აგერ ჩვენმა ახალმა მგალობლებმა ფინიკომ ელისაბედმა მანანამ ლეილამ და აი ჩვენი გუნდი აი მეორე გუნდი როა მათ დამეხმარენ და თანხა მომცეს და გამოვეცით წიგნი რომელიც ესეთი მივარდნი მიფუჩეჩებული იყო და რაღაცნაირად არ აქცევდნენ ყურადღებას ყოვლა და მნიშვნელოვანია ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის დიდი გამოცხადება რომელიც 60-იან წლებში ეგვიპტეში მოხდა კაიროში სადაც ცხოვრობდა წმინდა ოჯახი და იქ ხდებოდა სასწაული გამოცხადება და მე ვთხოვთ რომ ბევრი არ არის აქ აღარ არის მეტი მე შეიძლება დავარიგო ეს 60 წელი და ერთ-ერთი დავურიგე ყველას დიდი ჯვარი გამოვიტანოთ და